შავი როლები თმა შევიღებე რაც ნამდვილად იმსახურებს მოლოცვას დიდი მადლობა მაგრამ თქვენც ხედავთ ხო ალბათ სასოწარკვეთილად გაშავებულ ფრჩხილებს კი ნამდვილად დარწმუნებული რომ ხედავთ იმიტომ რომ რაც მოყვება საღებავს ხალხო ეგ არ არის ხელთათმანი ეგ არის უბრალოდ ცელოფანი რომელშიც უნდა ჩაყარო ნაკავი იმიტომ რომ არიცავს ფრჩხილს და ჩემი კარგი რომლებიც მქონდა ისინი აღარ მაქვს და ყიდვას ვერ დავაყენე საშველი და განა რა არის მაგის ყიდვა მაგრამ აბა ზარმაცი რომ დაიბადები ახლა საერთხელ მაგ დასაფენი და მეორე ეტაპი იქნება ის რომ უნდა გავისუფთავო რა თქმა უნდა ფრჩხილები დავიჭრა ნუნები ფრჩხილზე რა ისწასმას აქვს მნიშვნელობა ვერ გეტყვით მაგრამ თუ მოვედი მაგის განწყობაზე რამეს წავისვამ თუ არა და არაფერს გადავწყვეტე რომ ფრჩხილი აღარ მოვიჭრა და აუცილებლად გავიზარდო და დაიწყება მე ჩემი ტანჯვა მირჩით ვინმე ვიძნახა ლუკაში შილაკს აკეთებს თიენდელს ტყულად ნუ მირჩევთ ეს ის გოგოა ვისაც ბავშვთან პრობლემა ქონდა რომ ბავშვით მივდიოდი ამიტომ იქ მივსვლელი მე აღარა ვარ რა თქმა უნდა ხო აგერ პატარა ბაზართან ჩემთან როგორ აგიხსნათ ეგ ადგილი არ ვიცი მაგრამ ერთ გოგოსთან გავიკეთე ზუსტად მისი დამსახურება 2 თვეა ეს მდგომარეობა რომელმაც იმას ვენაცვალე სიამაძე რო შილაკი რო ფრჩხილები აფრთხნა გადასარევად ამიტომ იქაც ნუ მირჩევ და სხვაგან მირჩევთ ვაიმე მიშველეთ სად გადაიწუწა ვაიმე როგორ დავაწუწე ხო და რაც ნიშნავს იმას რომ სხვა ადგილას უნდა გავიკეთო რა თქმა უნდა ეს ხა ჯერ არ იმას იზავს რა ქვია ჯერ არ გაიზრდება ეს ხა ერთ დღეში და ორ დღეში მაგრამ მოკლედ თვის ბოლოსკენ უნდა გავიკეთო აუცილებლად ვერ დაველოდები ხა ახალ წელს ნამდვილად ანუ ამისი რა არ მომწონსით ის თვალის უწასასმარის რო თან რაღაცა ბიბია და ფერს აძლევს და მე არ მინდა კაცო აქ ეს ფერი სეთ ფერი არ მინდა რომ ქონოდა მაგრამ ვისი ბრალია ესე იგი მე რატო ვარ ხოლმე სიყრუეში ვერ გეტყვით და რატო ვერ ვნახულობ ალბათ დიდად სკროლისთვის რო აღარ ძალიან მეტყობა და დიდად ტელევიზორისთვისაც გუშინ ბიცა ჩემი უნდა რომ ვაიმე კადრები ვნახეო ძიზამცემაო ბავშვიო და ისე აი ურახუნებდაო სულამწყის მნიშვნელობით რომ გადავირიაო მე არ ვიცი უთხარი მე არ მინახავს ხო და მე გავიგე რომ იღაც დაუჭერიათ ძიძა და 2 წელი პატიმრება შეუფარდეს უმუქრება მოკლედ არ ვიცი და ალბათ ბუნებრივია ჩასვამენ კიდეც ალბათ ეგ იყო თუ არ ვიცი მოკლედ ვისი კადრები გასაჯაროებდა მაგას არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ ჩვეულებრივ შოკში ვარ მინდა გითხრათ ხალხი მუშაობს უბრალოდ მხოლოდ იმისთვის ძიძად რომ სხვაგან დიახაც რომ სამსახურების პრობლემაა ძალიან დიდი და მხოლოდ არის მაღაზია და რაღაცა ეგეთი მოკლედ ძალიან მწირი და ხალხი იძულებულია რომ ახლა ყველაზე აქტუალური რაც არის და არის ბევრი სამსახურები ეს არის ძიძა ასევე მოხუცის მოვლა და ასე შემდეგ ხო და ამაზე არიან მოკლედ გადართულები ძირითადად შესაბამისად მანდ არის ყველაზე მეტი ეგრე გამოდის სამსახური და ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანია ვისაც არ ყოფნის არანაირი ნერვი იმისათვის რომ ბავშვთან იმუშაოს აღარ ვსაუბრობ ბავშვებზე კიდე კაი რომ ბაღში არ მუშაობდა და იქ არ მოაწყოთ სიმატყება ხო და ძალიან ბევრს წერენ რომ 2 წელი არის ძალიან ცოტა ასე შემდეგ მე რა ვიცი ხალხო ვიღაცის მანქანა რო შემთხვევით გაკაწრო 4 წელია თუ 5 და ბავშვის ცემაზე ხო არ ვიცი მოკლედ რაღაც
ცოტა არეულობა საქადგილი. ეს ყავისფერი რაღაც მესვა კონტური და მე ეს უფერული გადავისვდი, ნახეთ როგორ გაყავისფრა, არ მომწონს რა თქმა უნდა. უფერული ერჩინა, არა. აი ეგრე მოხდა. ეს საერთოდ არ მომწონს, მე სიმართლე რომ გითხრათ, არც კლოსად და არც ისე. არც ერთ ვარიანტში არ მომწონს. ხანდახან ვისვამ ხოლმე. ხო და ამ ტინზე ჭკუიდან ვიყავი გადასული, რომ ვაი და დამეცალა თუ რაღაც დამბოლდროს ძალიან მეზარება ამის დროს. რატომ რაღაცი? მაგრამ მოვალ მაგის განწყობაზე, მოკლედ აქ იდეაში სხვა რაღაცები უნდა დამეწერა ხოლმე. მაგრამ აი ер ბატონო რამ დაიდობინა. საბავშვო აქტივობები 2-3 წლიანი ჯგუფი, ანუ ჩემი პატარები. აქ მიწერია ორშაბათის და სამშაბათის აქტივობა, რაც უნდა გავაკეთო. ეს არის ცხოველების თემა. ძაღლი კატა ცხვარი, პირველი დღე, ხვალინდელი დღე და ზეგინდელი იქნება ჟირაფი, რომლებსაც გავაკეთებთ საღებავებით. ხო და მოკლედ მარტო ეს არ არის ხალხო იქ რომ მივალ იქ მე გეგმა უნდა ვწერო, მაგრამ ანუ სახლშიც მეცადინეობ მეკობრებო მე. ასე არ ვზივარ, მინდა გითხრათ. ამისატანა დამავიწყდა მამა ჩემისთვის ეს უყიდე ვიეტნამის გამოყუჩებელი ძალიან უნდოდა და როგორც იქნა დავაყენე საშველი, თორე უკვე მიმალანძღავდა ერთი დღე იქნებოდა რა ვერ იყითა შველი. თმების გაშრობას რაც შეეხება ძალიან მეზარება და ხო არ იცი. რატო არ ასე გაზარმაცებული მე კი ვიცი, მაგრამ აი ეს რომელიც არის უდაოდ ძალიან ლამაზი და ვგიჟდები ისე მომწონს. გარეთ ამას ვერ ვიკეთებ, იმიტომ რომ ძალიან სქელია და თმიდან მვარდება. ასე წავალ ძალიან ბედნიერად სამსახურში. აი ესე როგორც მაქვს უბრალოდ სრიალებს და შხლპ ეგრევე. ანუ გამოდის რომ მაინც ვერ ვიყენებ. აი მე დღეს რა მჭირს ხალხო გამაგებინეთ რა მჭირს დღეს. მარიკო ბაბანავე მეც კი ხედავთ. ხო და ჩასაცმელებს გვიან გავამზადებ 2 დღისას. გავამზადებ აუცილებლად. ანუ აი კიდე წამოვალ თემაში ვხდით, კიდე იმაზე ვფიქრობ, ჩემი შვილი სახლში დატოვებული და მგონია რომ ძალიან დაცული, რომ მოვიდე და ნაცემი დამხვდეს, რას ვიზამ. აი რას იზავდით, მართლა მაინტერესებს. ძალიან გთხოვთ რომ მითხრათ თქვენ რას იზავდით. დავიწყოთ ნუნების გაკეთება თუ ყავედავლით. ალბათ უკონტროლო გავხდებოდი. ზუსტად ვიცი, მე ვიცნობ საკუთარ თავს, რომ დიდი ალბათობით კონტროლს დავკარგავდი საკუთარ თავზე. ეგრო ნახო კამერაში რომ ჩემშვილს ასე ბედნიერად რომ ყავს სახლში დატოვებული, ურახუნებს ვიღაც მხეცი. აი მე თეთა რანაირად ივარცხნება რა გეკონდება. აი მე რამდენი თამცია მიშველეთ. არ ვიცი რას ვიზავდი. მე საერთოდ მგონია რომ როცა გრძნობრო ძალიან ემოციური მდგომარეობაში ხარ, იმ პერიოდში უმჯობესია მიიღო მსუბუქი დამამშვიდებლები, თუ მსუბუქი ქშველის რა თქმა უნდა,
გაიარო იქით კონსულტაცია და ასე შემდეგ და კი ბატონო მე შეგიძლია ემუშაო, იმიტომ რომ ნუ ახლა ყველას გვაქვს ემოციური დღეები და თვეები და კვირეები და რავი წლები. ხო და ეხლა ესე რომ შენ ნერვები აღარა გაქვს და ეცე ბავშვ და გლიჯო და ანუ უკაცრავად. რანაირად რა ლოგიკით ხო არ იცით. რანაირად. უნდა აიტანო მაგ დროს დედამ, აი ვინმე მითხარით. როგორ უნდა იმ მომენტში აიყვანო თავი ხელში, რომ იქვე არ მიბეგო ის ადამიანი, ვისაც ძალიან ენდობი და გონია, რომ არ იქ ახლა დატოვებული ყავს შენი შვილი ძალიან საიმედო ადგილას. მართლა წარმოუდგენელია ხალხო დარწმუნებული ვარ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნებოდნენ აბადარას მშობლები. წარმოუდგენელი. პირდაპირ გეუბნებით, რომ მე მეტი ნერვი არ მაქვს. სველია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეყოფა. მე ამდენი ნერვები სად მაქვს ხა გავიღვართო ამის გულისთვის. შედარებით გავშრით. აი მე დედა რას მიგავს ეს ფრჩხილები. გავიქლიბა ოცილებლად დავიჭრი ნუნებს და ვიყვა წესრიგში. ასე იცი საღებავმა, ამიტომ ჩემსავით უნდა გეზარებათ და მაღაზიაში რომ ხართ ის მეორე რეზინის მყარი იყიდეთ ხელთათმანი და აქ მესვა ვაზელინი, აქაც მესვა ვაზელინი და დავიცავი ამ ხრივ კანი, მაგრამ ესენი ვერ დავიცავი. ვერ დავიცავი. რაიმე თქვენი სამბავი იცით ხალხო? ანუ რაში მაინტერესებდა, მაგრამ ძალიან ერთი ამბავი იყო და სოციალებში და მეთქი რა ხდება, ძალიან ჩოჩქოლი იყო, ძალიან იაფარულავა და მეორე რო არის შურღაია. ხო. მისი უკვე ყოფილი მეგობარი და დაშორდნენ და ანუ ოღონდ ანუ როგორ ტიპებზე გეუბნებით, იცი, აი ძალიან თავგადაკლული და ქალები და ანუ ერთად ღომი ზელა და ერთად ბახშმები და რაღაც მოდი ფინჯანი ყავათ, ანუ ძალიან იდეაში მეგობრები და რა ვიცი, ერთი სული არ ქონდათ და ერთი ის თორე, ანუ ერთი რო იყვნენ და რა, აი ნუ მოკლედ და თურმე რა ამბები ტრიალებს. მოდი ყავა მოვატყოთ. ხათაშორის შურღაია ძალიან სერიოზულ ოპერაციებს აკეთებს სახეზე პლასტიკურთან მოკლედ. ძალიან ისეთი ქალია, წონიანი. იცის რა თავი საქმე რა. სანამ ჩვენ ყავას მოვადუღებთ, დავავლეთ და ცოტას ვიჭორავებთ. მარიკო საქონლის ხორცის სუნიას ვცხელებ. ხო და სანამ გაგრილდება და სანამ მოკლედ.
სახლი ლაპლაპებს. სხვა არ ვიცი როგორ ხართ და ჩემს მოკვლე ყველას გოგოებო აქვს ძალიან მაღალი წნევები. მათ შორის თქვენს მონამორჩილს 140, 150 მე მაღალი წნევა ხალხო. უკვე ლამის 2 კვირაა. ამიტომაც გადავწყვიტე რომ ცოტა ხნით სანამ ცოტა აზრზე მოვა ჩემი ორგანიზმი და რა ხდება კაცმარიცის გადავიყვანე მარეგულირებელზე. იმიტომ რომ ნუ თავს ვერ გვიმობ კარგად ძალიან მაღალი წნევები მაქვს და ჩემს ირგვლივ ყველას ხალხო მე ამინდია ეგეთი თუ ამინდები თუ რა არის არ ვიცი. და ის არის ჩემ ახლობელ მომით ხა ეგ არ არის ხათი დათის მიიღეო რა ყოლა ჩემი გულ მაგასოს მე მგონი ხო და ხა არასოდეს არ მიმიღია მარეგულირებელი და არც ვიცოდი როგორ უნდა მიმეღო ანუ ნახევარიაბი თლიანიაბი გონზე არ ვიყავი და ვიყიდე და გავექანე და ხიე ეს შენი ერთი აბი ჩავჯექი მარშრუტკაში დილა გათენდა გავედი მოვიდა მარშრუტკა ჩავჯექი საპირფარეში მივიდა ოღონდ ძალიან მინდა სამსახურში მივიდა ვაცნობიერებ რომ სამსახურამდე მომიწევს მოთმენა ჩავედი მეტროში და უკვე როგორ დავდივარ იცით ესე ვეღარ თქო ესე დავდივარ ამოვედი მეტროდან და აი მარიამს გეფიცებით ბავშვის სირბილით ვატარეს სრული აღწყოს მუშაობით იმდენად ცუდად ვიყავი გოგოებო თურმე ეს მე რა ქვია მგეთ ჰაშით ბოლოვდება რა არის ორნაირი ერთი რომელიც შარტფეი და მეორე რომელიც არ არის თუნდა მე კიდე რომელიც არ არის და მე ვიყიდე რომელიც არის დედას გეფიცებით მსგავსი არ გენახოთ არაფერი მივედი ვაჭერან ბაღის ზარს გაიღო კადე შებარდი ვისახსოვდა ბავში და გოგოებო ბავში შემოიყვანეთ მე ვთხარი ფერი არ მადევს ისე ცუდად ვარ ხო და იმ დღეს მთელი დღე 10 წუთში ერთხელ ვიყავი საპირფარეში ხან 5 წუთში ერთხელაც მთელი დღე საღამოს ოდნავ შემიმცირდა მე დამეწყვეტა მოსხვება იმიტომ რომ სითხეს გავიყავი დაცლილი და წყალდალეული არ მქონდა რომ რაღაცა მქონდა შეავსოს ეს სითხე აი გამოფიტული ვიყავი ხო და მეორე დღეს მითხეს არ დალიოო იმიტომ რომ ხო დოზა რო გაქვს მიღებული და ვერ გრძნობ თავთან კარგად და ეს ფეხები მეკეცებოდა ისე ვიყავი იმ დღეს ჩავაგდე მოკლედ ანუ გუშინდელი დღე ჩავაგდე და დღეს დავლი ოღონდ ნახევარი და ხო ნუ ესეთი სისწრაფით საპირფარეში აღარ დავდივარ აი ესეთი ამბავი მე ხალხო ჩემზე ხო უნდა დაიწეროს ერთი დიდი ციგნი იმიტომ რომ ნუ მე ვარ ადამიანი რომელიც ვეძებ მსგავს რაღაცება აი ვეძებ სანთლით ჩემს მარიკოს ხმარს ხო ჩაეძინა მოიცით არ ჩაეძინა მაგრამ გაბუტულია იმიტომ რომ ის რაღაცები გასარეცხად აუტანე და სხვა რაღაცები ჩავეცო და ის რაღაცები უნდოდა ხო და გოგოებო აი ესე ვინე თავკუდა მოგლეჯილი აი მე მეთქი ეს რა დავლიე ვერ მივხვდი ჯერ მაგრამ მე გავიაზრე რომ ნუ ამ წამალაგა მიყო ეს ხან ხელადოზე რა დავლიე და აი ეს რა დამემა თავკუდა მოგლეჯილი გავრბოდით მე და ბავშვი აი თან ბორსონობის დედიკო საპირფარეში მინდა გეხვეწა ბიჭკარა და ესეც მორბო და ეხლა ვიდიდიკო მოტოწინა ფეხებით მაგრამ ეგრე რას გამოიქცეოდა აი ესე ვითმინე და ხალხიდან აი ეს გამიკეთა მაგ წამალმა არა ჩემა დაუდევრობა წამალიაში მაგასოს თეცეკა დავჭიდე და მოგიყვეთ ერთი ეს მორუშკინა სანდები
ეს რა ჩურღაია მილაპარაკა ის თორე უშუალოდ ახლა იას გადმოსახედით ეგენი აღარ მომისმენია მაგასაც ჩავუჩით. გიყვანო თითით. მოკლედ. არც მეტი, არც ნაკლები არის რაღაცა ძალიან დიდი დრამა მომხდარი ამ შოუ ბიზნესში. ხო და ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ კადრში დაჭერილი ვითომ მეგობრობა შეიძლება სულაც არ იყოს მეგობრობა, სულაც არ იყოს ცოლქმრობა, სულაც არ იყოს შეყვარებულობა და ასე შემდეგ. მოკლედ როგორც აღმოჩნდა, შურღაიამ და ია ფარულავამ გაცვალეს ბინები, ანუ ერთმანეთს მიყიდეს ბინები. შურღაია როგორც ხო შურღაია ღმერთო ხა ხო არ ვცდები იმედია. ეს ქალი ამბობს, რომ ჩემ შვილს უნდა დაო დიდი ბინა, ამიტომ მისი ბინა, ხელსაყრელი იყოო ჩემთვის და მას უნდა და შედარებით მომცრო და მისთვის იყო ხელსაყრელი. თანხის ძალიან დიდი ნაწილი გამომიგზავნაო შვილმაო, იმიტომ რომ მათთვის უნდა მეყიდაო ეს ბინაო, ნაწილი რა თქმა უნდა ისომ დაამტა. მე მითხრაო იამ რომ აღარ გადმოდიოდაო ბინიდან, თავისი ბინიდან, რომ მოკლედ რაღაცებიაო გასაკეთებელიო, კატები ყავდა, მე ამ კატებს აქ ვერ დავტოვებო, ის ყველანაირად თავს არიდებდა, რომ გამოსულიყო საკუთარი ბინიდან. აღმოვაჩინეო, ეს ქალბატონი ამბობს, რომ სახლში სადაც დიდი ქოთნები ელაგა მცენარეებით, იმის ქვეშ ადგილები იყო სულ დამპალი, ბევრი კატები ყავს სახლშიო და ყავდაო და საშინელ დაბინძურება სუნიდან მოკლედ ყველაფერი და საჭიროებდა ხელახლა რემონტს, მაგრამ სახლიდან ვერ გამომყავდაო მოკლედ რა. საბოლოოდ რო გითხრათ, მაგარი ჩხუბების მერე დაცალაო, გადავიდა, ოღონდ იმ სახლში ვერ გადავიდა და ყავიდაო ქირით, იმ სახლში ცხოვრობს ფადი ასლი, მისი ყოფილი ქმარი, რადგან ის სადაც ცხოვრობდა თურმე ია ეკუთვნოდა მეუღლეს და რადგან გააყიდინა თუ სხვა ბინა გააყიდინა, მოკლედ არ ვიცი, სერიოზული ალიაქუთია მაგ ამბავში, ამიტომ ადგა და ის ცხოვრობს იქ და იაო გადავიდა ქირით. სრული აჯებსანდა სიბარსა რო გითხრათ. და ამ დროს რატო ვსაუბრობ ამ თემაზე? ამ დროს მეგობრობის ეტალონი ჩანდა, ესე რო შეხედავდი ეკრანზე მათ რაღაცა დუეტს და რაღაცა ეფაროვის კომენტარი ნახე სადღაც ეწერა, რომ მე შევქმენიო მეგობრობის რაღაცა ბუტაფორიაო. გამოდის რომ ახაც რომ ზუსტად ვამბობდი წეგან რომ რაც ჩანს ხანდახან ისე არ ხდება. როგორც არ უნდა იყოს, ერთ რამეში ვერავის ვერ გავამართლებ, როცა ყიდი ბინას, შენ გაქვს რაღაცა გარკვეული დრო გადასulis და ამ დროის გასვლის მერე შენ უნდა დაცალო ბინა. კატებს ვერ დატოვებ თუ ვეფხობს ვერ დატოვებ, სულ არ არის ახლა ჩემი პრობლემა, მაგალითად მე ვიყო ადამიანი, ვინც ვყიდულობ ვიღაცა კონკრეტული ადამიანის ბინას, ხო, იმიტომ რომ ხა ხო იცი რომ კატები ყავს კაცო სახლში და წაიყვანე სადაც გადახვალ. და რა თქმა უნდა, ის ვერანაირად ვერ გაგამართლებს, ხარ სახლიდან არ გამოდიხარ და ფული აღებული გაქვს, რა თქმა უნდა. მე ეს შურღაი ამბობს, რომ დასჭირდაო კიდე თანხაო და დავუმატეო და ვასესხეო, იმ თანხაზე აღარ მიბრუნებსო უკანო და ახლა ვიწყებო სამართლებელი დავასო. ეს არის ადამიანები, რომლებიც იყვნენ თავგადაკლული დაქალები, არ დაგავიწყდეთ, აი რომ ვუყურებდი ხოლმე მათ რაღაცა რა ვიცი ამბებს, მეგონა რომ ეს იყო რაღაცა სენსაცია ურთიერთობა მათი და თურმე მაგრამ ბუტაფორია ყოფილა. თვითონ მიეკავენ და როგორ სამწუხაროა რომ გონია
შეიძლება არც ერთ სარეკონა არ ვიცი და მართლა თამაშობდნენ, ახლა მაგას ჩვენ ვერ გავიგებთ რა თქმა უნდა, მაგრამ არა მგონია რომ ორივეს ეთამაშა, ანუ მე ეჭვება ალბათ ერთი ძალიან ისე იყო და მეორე არ ვიცი მოკლედ რა და როგორ იყო. ბატონო მიდი და მოდი მერე, მოდი ჩემო სიცოცხლე ჩემთან, მოდი. ეგენი დაყარე ყველაფერი და მოდი ჩემთან. დადეეგმანთ, დადე სიყვარულო. მოიცადე და რამდენად საწყენია, რომ აი ძალიან ძვირფას ადამიანს კარგავ. აი მე ხო მთელი ცხოვრების უდიდესი განცდა ეგ ხო ფიქრობ რის გამო დაკარგე მეგობარი და კაცმა არ იცის რის გამო დაკარგე. ყველა სხვადასხვა მიზეზით კარგავს ადამიანებს. ზოგი იმის გამო, ზოგი ამის გამო. ვიცი აბა. რთულია ძალიან. ვერ გაიგებ რომელე მხარია ხო მართალი. ერთი რამ ნუ დაუვა ეხა ბინას რო გაყიდი, გინდა რომ მე გადახვიდე იმ ბინაში. თავისთავად გაყიდე და უფლება მომის რომ გადამოვიდე მაგ ბინაში და წადი სადაც გინდა კაცო. თავისი ყვარულობე. რა არიდე? წმიანი გაგიცხელა დედიკომდე, ცოტა მივირთვეთ, კარგი? ხო და მოკეთ მთელი მედია. რატო? რატო და? აჭრელებულია ამით და კაი, 5 წუთში, კარგი და? ჯერ დახატე. ძალიან სამწუხარო. მინეო ჩუმად ვიყავიო ამ ქალბატონმა თქვა, მაგრამ უკვე ყველაგვარი მას გაცდაო და ხას რა მიბრუნებსო, ანუ გაასაჯაროა მე რა ეგ ამბავი რა. ანუ ხათების ამბავი ყოფილა, მაგრამ რა თქმა უნდა ცოტა მე ვლინდება ხოლმე ხო რაღაცები. ამ დროს აი მართლა ისეთი მეგობრობა გქონდათ, რომ ნუ აი არ ვიცი, ძალიან თავგადაკლული, მაგრამ თურმე არ უნდა დაიჯერო რაღაცები. იმის არ იყოს როგორც იაფარლაო და ფატიასლი თუები ტელევიზიაში სიყვარულს ეფიცებოდნენ ერთმანეთს და თურმე უკვე დაშორებულების და გაშორებულების რო იყვნენ, მაგრამ ნუ ასე იყო საჭირო სტატუსი სჭირდებოდა თუ რაღაც, ანუ იმიტომ არ ჯერა ხოლმე ხანდახან ვიღაცების დაჩოქვის და ჩემო მზეო და ბევრი რამ არ არის ხოლმე დასაჯერებელი. დილით თავი მე არ თამილევა და უკვე 6 დაიწყო. ხო და ერთად წესით გავიჭრებით ან ყავას როცა ეგრევე წყალი მინდება ხოლმე და ორი ერთში მაქვს. რაოდე? კონი ნორმალურად შეიხება. და შოკოლადი და მამას დავურეკოთ თუ მოხდება იმ ადგილას გიყიდის, კარგი? ეს და ამის ალპენგოლდი. როგორ უყვარს ჩემი არ იყოს. კი, ჩემო სიყვარულო. ხო და მე წერინა რომ იაფარულამ უპასუხაო მის ბრალდებებსო და ეგ უკვე აღარ მინახავს, მაგრამ ფაქტი ერთია ხალხო რა როცა მე ვყიდი ბინას, ხო? და ავიღებ ინფოს რაღაცა ვადაში უნდა დავცალო ბინა და ეხლა თვეები არ უნდა გეხვეწონ რომ გამოდი რა, ფული როგორ გაღებული, ეგრე არ არის. არა და როგორ მოხდა ახლა თვითონ უკეთესად იციან, მაგრამ ზოგადად ეგ ამბავი ეგრეა რომ გაყიდი უნდა გამოხვიდებს, ზიო ეხლა ვერელევი თუ მე ამ კატებს აქ ვერ დავტოვებ თუ ჟენი კატა სულ არ უნდა და კაცო იმ ადამიანს წაგიყვანა ის კატები მე მას უნდა სახლი
კატების გარეშე იყიდა ეგ სახლი. სულ არ უნდოდა კატები, მაგრამ ამ სივრცეს მიჩვეული კატები და ვერ დავსტრესავ თუ რაღაც, ნუ კაი ახლა. რო გაყიდებ, всё გაყიდ. მარიკო ჩუსტები ჩაიცი თუ შეიძლება. აი მე როგორ არ უყვარს ამბობს ეს ჩუსტები ხალხო. ვინ მოვიდნენ? ხანჯალო მოვიდა. ხო. მე კიდევ გული გამის. ხო, და თეთრი რაც აიკითხა. ნუ გეშინია, დედი. აბა მამა. ცხელია, კარმა ხელი არ დაადო. არაფერია, დედიკო, ჩააქრეს უკვე, არ ინერვიულო, დე. ვაიმე ხალხო. მოკლედ წეგან რო ვლოგს რო ვიღებდი. აი, ვაიმე რა სუდია ეს მიშველეთ ეს ხეს გასარეცხია. ანუ всё, დავიდე შხაპი მივიღო, იმიტომ რომ ის არის. რო ვიჯექი უცებ, აი მოწმედილცაზეო რო იტყვია ატყდა ერთი ამბავი და დავინახე რომ საშინელი დაკვამლიანება იყო, გავარდით გარეთ. ჩემი სახლის უკან ხალხო უბანია, რაღაცა გორა, რა ვიცი, მე მდენი რამეა და მეთქი всё დავიღუპეთ და გავარდი ამ შუა დაკვამლიანებით და ავარდი მაღლა ჩემი სახლის უკან და რა თქმა უნდა ეგრევე ავიღებული და ყოლჭვარწმი და ყველაფერი სახე მქონდა წეგა დასრული. მეთქი რა ხდება, რა იწვის, ძალიან შემეშინდა, აი ხანძრის მეშინია ხალხო, აი ხანძართან ვარ, ასე მგონი აბსოლუტურად, აი რა დაუცველი რა. ჩემი მაღლა მეზობლის სახლის უკან რაღაცა გორასავით არის, იქ რაღაც დაულაგებიათ საბურავები და რაღაცა ქოხმახივით რაღაცაა მოკლედ რა იქ გაკეთებულიო და იმას წაეკიდა, ანუ საბურავებს წაეკიდა ალბათ ან სიგარეტი გადააგდეს, ან რავი რა გადააგდეს, მოკლედ წაეკიდა, თან იყო ცოტა ნიავი და ნუ ისეთი დაკვამლიანება იყო ამ საბურავებს რო წაეკიდა ხალხო, ისეთი დაკვამლიანება ყველაფერი ერთად მოვარდა, სასწრაფო, პოლიცია, სახანძრო მაღლა ვერ ადის, არის უშველებელი მანქანები ხალხო და იქ ვერ მოუხოს, ფიზიკურად ვერავა. აქედან გაჭიმეს რამდენიმე ანუ საერთოდ სანამ გავიგე რა მოხდა, რა ხდებოდა, სახლს ხوار გადაედო, მე იქნა გვერდზე სახლს ხوار, ანუ ისტერიკაში ვიყავით მთელი უბანი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მჭიდრო დასახლება და ერთ რამეს თუ წაეკიდა, უნდა იცოდე რომ აი თუ ძალიან ახლოს ხარ, მოჩენილია შენი ამბავი რა. ძალიან ბოლისუნია. რა თქმა უნდა, ისე ვიქარიან, მადლობა ღმერთს, რომ ჩააქრეს. მაგრამ რა თქმა უნდა, კერები არის და ახლა იმას შვებიან. ხო და ველოდები ცოტა ხერი გაიწმინდოს. სარეცხი დავფინო, სარეცხი გიჟი დავვარდი და ავიღე. ამ სარეცხს არ აქვს უნიაღებული, კიდევ კაი. ხო და მე ძალიან საეპიცენტრშია ვარდი, ამიტომ სუნად ვყარ ვარ. გამოვიცვლი, წყალი უნდა გადავიულო, ანუ ასე აყროლებული ბოლისუნად ვერ წავა ვერანაირად სამსახურში. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად ჩაიარა, არაფერი, კარგად ჩაიარაში გულისხმობას, რომ სხორპლი არ მოყოლია და სახლს არ გადადებია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ გორაზე იქიდან უკვე კიდე რაღაც მაღლა უბანივით იწყება. იქ გზა არ არის, სამანქანო კიბეებით ადიან, საკმაოდ მაღალია. რაღაცა საცალფეხო ბილიკივით არის, თან სახლებია იქ და ნუ აი ძალიან საშიშია იქ ერთი ხანძარი და ჩათვალეთ რომ ზედა მხარეს საერთოდ აღარ არის და წამოვა ქვემოთ ცეცხლი და ქვემოთ კიდე უკვე ჩვენ ვართ, ანუ ჩემი უბანი და ზედა უბანი, ანუ ძალიან საშიშია აქ მსგავსი ხანძარი და ანუ არც კი მინდა ამ ყველაფერზე საერთოდ რო დავფიქრდე. ასე რომ მადლობა ღმერთს, რომ სიმშვიდეა და სახლებს არ გადადებია, მათი სახლიც უნებელია და ყველა გრძნობს თავს კარგად. მეტი სიფრთხილე, მეტი. დილა მშვიდობის. ალბათ ხედავთ როგორ ბნელა ჯერ არის ვის ნახევარი. აშვები გია. საკმაოდ ბნელა. მარიკო მეუბნება დედა რატო ბნელაო? თქვი რა ვიდე დილა.
როგორც ხედავთ, კაციშვილი გარეთ არ არის, ახლა უნდა მოვიდეს მარშრუტკა და წავიდეთ. ბალეტი გაქვს თუ რა გაქვს? კარატე, პაპა. ტუჩები ეგრე რატო გაგდე? მარიკო გაასწორე ტუჩები, დედი, ესენი შვები. მოდი გაგისწოროთ ერთი წუთით, მოდი დე. რაც ეგრე ჩაგერითხო დედა შემადე. ხო. არ მომიდა. რა იყო შვილო დედაინა წაგერთმევა რო შეჭამ ამპუც ამასაც დავწადი დადი ესაი ამასაც აქვს თავისი ადგილი რა იყო შვილო იმაზე ხელებზე გირები ყوار კიდე დუ გეყავას გამორეცხე რო არ მიიკრას აღარ მეზომება ხალხო დილიდან წნევა როგორც კიდე ისე кайგენ შეჭამ ხო შეყლაპამ ჩაყარე ნიჟარაში შეკაიმამი და შლო რეცხი თქვენ არ ეცხათ არაფერ თქვენ არ აკეთებთ ეგეთ გიზარება ბოდიში აღარ ვერ გაგასკდა მაჯა გასკდა ისეთი წნევა მაგ გძეტა თავი მაგ როგორ გითხრათ ახლა აჰა აი გამაკ თავი ხო აჰა გავიგე შლო რო 4 წლის ახარ მარა წესრიგი მაინც ხო შეიძლება ხო მიიგეთი არაფერი გაბი არ ვიცი შვილო შენ რო გაიზდები ხო და მე რო გათხოვდები გძეტა გამოგაგდები და მე ხო არავინ დამირეკოს ახლა წინასწარ გაფრთხილებთ აჰა წავიდა ბედენაც წავიდა მაღლა ისე დღეში ვარ აღარ გაიზომა არა ვერ მივაჩვენს ხალხი წესრიგს ეგეთი არ ვერ გამიგია აი ხებ დადე ანა რო იცი რომ ეს არის მაგალითად ისა დასაკიდი მასაკრამდა ამას მოვუკვდა პატრონი უიდედა ჩემი ყოფილა ხო იყოს არ გეკითხება ჩემი თავს მოეხებით ანა ხო რო დაწე ჯერასაც ეხამაგებ და რომელი აკეთერეთელი თქვენ ახათ რო დაწე გამოაღებ შხლაპან იაცურე მოვკვდები და დაისვენებთ ავივლი და წავალ. ერაღას ვეღარ იზომები შეუპატრონო შენ.